აუცილებელი აჭარიდან თურქების გაყვანა და იქ დარჩენილი მოსახლეობის ხელახალი გაქართველება. ივერიონში დაბეჭდილ ინტერვიუს ექსპერტ სოსო ცინცაძესთან ხალხის პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ჯუმბერ თავართქილაძე პოლიტოლოგისაგან განმარტებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე თავართქილაძე სოსო ცინცაძეს დებატებში იწვევს და ირწმუნება, რომ პოლიტოლოგმა მსგავსი განცხადება ადრეც გააკეთა. ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრების გამო პოლიტოლოგს მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე აჭარის მაღალმთიანეთში მოგზაურობას ურჩევს. თავად პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი აცხადებს, რომ ჟურნალისტთან სატელეფონო კომენტარში არა აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის გაქართველებაზე, არამედ აჭარაში თურქული გავლენის შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ივერიონის ჟურნალისტი კი ირწმუნება, რომ სტატიაში ციტირება სოსო ცინცაძეს ეკუთვნის. ია ჟღარკავას თქმით, სოსო ცინცაძე ამ შემთხვევაში აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის გაქართველებას არ გულისხმობდა. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება ჟურნალისტმა საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან მიიჩნია, რომ იგი ისევ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. ვეკითხები ახლა, აი აქედან ვეკითხები სოსო ცინცაძეს. რას ნიშნავს ხელახალი გაქართველობა? ამიხსნათ. რა, არ ახსოვთ მაგათ, რომ ხალი ჭაც რომ აცხობდა ჯვარსადეძაზე და ჩუმად იავნანას რომ უმღეროდა ბავშვებს, არ იყვნენ ესენი ქართველები? ჩამომგზადეს აჭარაში და ერთი კვირა გაჩერდეს და მოიაროს აჭარა და ავიდეს ზემო აჭარაში და ნახავს როგორი ძველ ქართულით ლაპარაკობენ ის აჭარლები. მე ვეთანხმები ბატონ სოსო ცინცაძეს, რომ დეთურქეთიზაცია აუცილებელი აჭარაში, მაგრამ მე მოვითხოვ მისგან განმარტოს, რას ნიშნავს იქაური ქართველების, იქაური მოსახლეობის გაქართველება. ეს არ არის პირველი შეურაცხყოფელი ფრაზები სოსო ცინცაძესაგან და აქედან გამომდინარე პირველ რიგში მოვითხოვ მისგან განმარტოს, რას ნიშნავს და ვის გულისხმობს იქაური მოსახლეობის გაქართველებაში და მეორეც, თუ ის გულისხმობს იქაურ მოსახლეობაში, აჭარის მოსახლეობას, მე მას ვიწვევ დებატებში, რათა საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს ვინ არის. მე გაუგებრობა მოხდა, არ ვიცი ახლა შეგნებულად თუ შეუგნებლად, ახლა ეს სენსაციის მოყვარული თქვათ სენსაციაზე გატაცებას მოყვა ამას თუ აი ესე მექანიკურ გაუგებრობას მოყვა, შეიძლება ვთქვათ აი ტელეფონით საუბრის დროს რა რაღაც მოხდა რა აღარ გეკეთეთ, მაგრამ რომელიც თქვათ მყოფელი იტყვის, ახლა რომელიც თქვათ მყოფელი იტყვის იმას, რომ აჭარელი ქართველი უნდა გავაქართველოთო ბათუმელი. ბატონო ისე არაფერ შუაში არ არის აქ. მე ვკითხე და მას ისე არ უგულისხმია, რა რეზონანსით მოხვა. მაგრამ სამწუხაროდ წინადადება შეიძლება რამდენიმე ვარიანტით იქნას გაგებული. ის განმარტება გამოგექვეყნებინეთ, რაც გააკეთა ბატონმა სოსომ ამასთან დაკავშირებით საჭირო. სხვადასხვა მე ეს პასუხი რომ მივიღე მისგან, მე პირდაპირ არ აღვიქვამს. მართალი გითხრათ. მეც ესე აღვიქვი, როგორც მან თქვა, რომ იქ სულ სხვაგვარად იგულისხმა ეს, თორე ახლა აჭარა რო ქართველებისაა ყველა მეც.